მოგესალმებით. მოგესალმებით, მეგობრებო. მოგესალმებით. მოგესალმებით, ძალიან სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა და ბოლო შეხვედრა გვაქვს ამ ჯგუფით ვამთავრებ. ხელოვნური ინტელექტი გვაქვს დღეს და ზოგადად ტექნოლოგიების მიმართულებით. კიდევ გავიმეორებ წერავთქვი, ამით ვამთავრებთ ამ სასწავლო წელში და ახალი სასწავლო წლიდან არ ვიცი, იმედია გაგრძელდება ეს ტექნოლოგიების მიმართულებით, რა თქმა უნდა, თანახლებიც დაგვემატნენ ძალიან ბევრი. მე არ ჩამით თავს უკაცრავად მეც შავთავ კამერას. ხოლო მოკლედ ძალიან საინტერესო გველის მოკლედ დღეს რა ვიცი ძალიან რეკლამას კი უკეთებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მართლაც საინტერესოა ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი. კარგი, დავიწყოთ ესე იგი. ეხლა მე ძალიან მაინტერესებს აი კითხვას დავსვამ უბრალოდ. თქვენ გაქვთ თუ არა რაიმე გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში? აი თუ გამოგიყენებიათ, რომელ მათგანს იცნობთ მაგალითად? აბა რას მეტყვით? არავის არ აქვს შეხება? არ გამოგიყენებ, ბავშვები იყენებ. არ ვიცი რომელი სახეა, მაგრამ სურათი მაქვს გაკეთებული, აი დისნეის ფორმაში რო აკეთებენ ფილმების ფორმაში, რო წერ რა გინდა და თვითონ მე პასუხად გამოგიგზავნის. აი ეგ მაქვს გამოყენებული. და კიდევ ვიცი რომ ბავშვების სკოლაში ძალიან ბევრი იყენებს და სავარჯიშოებსაც წერენ ამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. სავარჯიშოებს კი არა, ისეთ მათემატიკურ ამოცანებს ახსნის და ისეთ სამეებს აკეთებს ხელოვნური ინტელექტი, რომ სურათი უკვე შარშან ერთი წლის წინ მაგალითად ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზე, რომ აი სურათის შექმნა, კომიქსის შექმნა, კარიკატურის შექმნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მაგრამ ერთ წელიწადში ეს უკვე ისეა განვითარებული, რომ სტატია შეუძლია დაგიწეროთ, გაკვეთილის გეგმა შეუძლია შეგიქმნას, პროექტი შეგიძლია მისცე, ესე იგი თხოვნა და შეგიქმნას და ჩვენ წინა შეხვედრებზე პრაქტიკულ მაგალითებს ვაკეთებთ, ესე კი არ ვისაუბრებთ. მე გიჩვენებთ პრაქტიკულ მაგალითებს, მეგობრებო, და თქვენ თვითონ დარწმუნდებით ამაში, როგორ არის განვითარებული ერთი წლის მანძილზე უკვე ეს ყველაფერი. და როგორ ფიქრობთ, რა თქვენი აზრით, რა უწყობს ხელს მის აი ასეთ განვითარებას? მხოლოდ ის, რომ მეცნიერება და ტექნიკა წინ მიდის და წინ აი მარტო ეს არის მიზეზი, თქვენ როგორ ფიქრობთ? სხვა არაფერია მიზეზი? მისი განვითარების აი ასეთი სწრაფი ტემპით. ალბათ მოთხოვნა. მოთხოვნა რაღაც ნაწილობრივ კი. ოღონდ როგორ იცით, მას რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს. აი ვინც არ მესაუბრებით, მიკროფონი გამორთეთ და საუბრის დროს ჩართეთ რა, კარგით? აი ხელი გაქვთ თქვენ აწეული, ქალბატონი ამალია. ხომ არ გინდათ რაიმე გითხრათ? მიკროფონი ჩართეთ ოღონდ. იგი გამოგართვევინეთ, მაგრამ აი კი, იმის თქმა მინდოდა, რომ ახლა ეს ამ ტექნოლოგიების გამოყენება უფრო მეტ ისე სწრაფად მიდის წინ, რადგან სამუშაო ძალა უკვე არ იქნება საჭირო მომავალში და არც ამისთვის დაფინანსება არის საჭირო, ანუ ხელფასის მიცემა, უფრო ადვილი იქნება, თან მუშაობა უფრო სწრაფად წინ მიდის საქმე. და არანაირი პრეტენზია არ იქნება ხელმძღვანელებთან. ანუ უფრო ადვილი იქნება. კი, ცოტა ეგ მერევნე დამისვა ესე ბოლოსკენ წავალთ ჩვენ. მეგობრებო. არა, მუშაობს ძალიან დიდი მადლობა. მე მივხვდი ისი თქმა გინდათ. თქვენ ახლა მე მაგას ვიტყვი ახლა. ნახეთ ეს სწორია, მეგობრებო. მე მგონი მივხვდით რაც გითხრათ ჩვენმა კოლეგამ, ის რომ ესე იგი თუ ადამიანი არ არის მომზადებული ამისათვის და არ არის ესე იგი ინფორმირებული ამის შესახებ და თვითონაც არ იცის ამისი გამოყენება, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი სამსახური, ძალიან ბევრი რაღაცა
შემცირდება მოკლედ რა, სამუშაო ადგილები შემცირდება, იმიტომ რომ აღარ იქნება საჭირო. საჭირო იქნება ის, ესე იგი ის ადამიანი, ვინც იცის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ხო, იმიტომ რომ ეხლა ნახეთ, მაგრამ მე სხვა კითხვა მქონდა წერან დასმული. ნახეთ, აი ესეთი კითხვა მქონდა, რა უწყობს მის ასეთ განვითარებას ხელს? ჩვენ თვითონ უწყობთ ხელს, მეგობრებო, ჩვენ თვითონ. და როგორ? ეხლა გეტყვით. რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებს მას, მით უფრო მეტი კითხვა გროვდება, ხო? ეხლა, მოდი, დავფიქრდეთ რა არის ხელოვნური ინტელექტი. მე ხა მარტივად გეტყვით. წარმოვიდგინეთ, ესე იგი, ამას ხო ადამიანი ქმნის, არა? თვითონ. ხო და როცა ქმნის, აი დაახლოებით ცოტა ძნელია ეხლა ესე აღწერო, მაგრამ მინდა მიგახვედრებთ მე მგონი. ეხლა, როდესაც შენეუბნები ხელოვნურ ინტელექტს, რომ აი მოდი გაკვეთილის გეგმა შექმენი ჩემი მეხუთე კლასისთვის. მეხუთე კლასი ისტორიისთვის, მაგალითად, ან ჩვენი საქართველოსთვის, კი ბატონო. ამას ხო სწავლობენ მეხუთე კლასელები, ან მე და საზოგადოება მეოთხე კლასი, კი ბატონო. ხო და ვთქვათ, ესე იგი, მას ჯერ არ აქვს ამაზე პასუხი. აი ჩათვალეთ, რომ ჯერ არ აქვს მთლად ასეთი ჩამოყალიბებული რაღაცას გაქცევს პასუხს, მაგრამ ეს პასუხი არ დაგაკმაყოფილებს. მაგრამ ნახეთ, ეს კი არსად იკარგება. იმის ბაზაში ეს რჩება, რამდენი თქვენნაირი აძლევს დავალებას სხვადასხვა სფეროდან და ჯერ არ აქვს იმაზე პასუხი. ეს ყველაფერი მუშავდება ადამიანების მიერ, ვინც ქმნის ამას, ამ პასუხებზე, რასაც თქვენ კითხვას უსვამთ და ვერ იღებთ სასურველ პასუხს. შემდეგ ის მუშავდება და იქმნება იმაზე პასუხები და იდება ის პასუხები. ანუ რაც უფრო მეტი ადამიანი დაუსვავს კითხვას, იმდენი დაგროვდება ეს. გროვდება სხვადასხვა კითხვები, იხვეწება ჯერ ერთი, ანუ თქვა თქვენ დაუსვით შეკითხვა, თქვათ, რა ვიცი, სხვა რაღაცა სხვა სფეროდან რაღაცა ესეთი და თქვათ იმ სფეროში ჯერ არა. აი, ხო ვიხდით რას ვიძახი, არა? მაგრამ ეს უკვე ერთი წლის მანძილზე ისეა ეს ყველაფერი განვითარებული, რომ აი ძალიან კარგ პასუხებს ვიღებთ. უკვე შედარებაც არ შეიძლება, აი როგორი იყო ერთი წლის წინ და როგორია ეხლა. იმიტომ რომ მე ვიცი ეს ზუსტად გამოცდილი მაქვს, ვიცი როგორ მუშაობდა ის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელზედაც მე დღეს მექნება საუბარი და დღეს როგორ მუშაობს ის გამართულად და აი არ ვიცი პირდაპირ ისეთ პასუხებს იძლევა, რომ ვერ აგიწერთ მოკლედ. ნებისმიერი სფეროდან. ანუ ინფორმაციას ჩვენ ვაძლევთ, ხო? ან ბატონო, კი, არა, ინფორმაციას კი. ჩვენ მიერ მიცემული ინფორმაციით თვითონ უკვე ვითარდება. კი ბატონო, რამდენი მილიონობით ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი ეკონტაქტება უკვე ხელოვნურ ინტელექტს. ნუ ეხლა ძირითადში ეს არის ChatGPT, რომელიც გაგიგიათ ალბათ, რომელიც ყველაზე გამოყენებადია და ძალიან ხშირად იყენებენ ბავშვებმაც იგიციან და დიდებმაც უმრავლესობამ და მე მეორე კი არა, პირველია ეხლა რასაც ვიტყვი, თქვენ მიხვდებით ამას. თქვენი თონა გაქვთ, ჩვენ თონა გვაქვს ეს პაკეტში კოპილოტი. აი, როდესაც მე საუბრები მქონდა წინა შეხვედრებზე, Microsoft 365-ის ინსტრუმენტები, OneDrive, Outlook-ი, Sway და ასე შემდეგ და Stream-ი და რაღაცები რომ ვილაპარაკე ამის შესახებ და ჩავატარე, ხო? სესიები. აი ამაკ არის ესეც კოპილოტი, Microsoft-ის პროდუქცია და ერთ-ერთი პირველი ამაზე მექნება საუბარი. და ნახეთ ეხლა ამდენი კითხვები რო გროვდება, რაც უფრო მეტი კითხვა, მით უკეთესია მისი განვითარებისთვის. და საბოლოო ჯამში აი ასე იხვეწება ეს ყველაფერი. ნუ ძალიან მაღალ დონეზეა უკვე და ჯერ სადა ვართ, კიდევ ვითარდება, უსასრულოა მისი განვითარება. თქვენ რომელ მათგანი გამოგიყენებია ChatGPT? თუ არც ერთი არ გამოგიყენებია თქვენ თვითონ? ChatGPT? კი, ეს არის ყველაზე ცნობილი და ვიტყვი რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ აი მე დღეს მაგასაც გიჩვენებთ რა თქმა უნდა და ჯერ სხვა რამეს გიჩვენებთ, რომელიც თქვენ თვითონა გაქვთ პაკეტში. აი ვახსენე მე წეგან უკვე Microsoft-ის პროდუქცია, კოპილოტი, მაგრამ აი ვიდრე ამაზე გადავიდოდეთ უშუალოდ პრაქტიკულ მაგალითებზე. მე მინდა ერთი პატარა პრეზენტაცია, რომელიც სახელდახელოდ მოვამზადე თქვენთვის.
და ამის მიხედვით გაგიმარტივოთ და გაგიადვილოთ ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა. ეხლა მე გავაზიარებ ეკრანს, მეგობრებო. უიშ, ეს არ გვინდა. გაზიარდა ეკრანი? კი. დიახ. კი ბატონო. დიახ. კარგით, მოკლედ, ესე იგი, აი ვიდრე ამ პრეზენტაციას არ არის ეს დიდი პრეზენტაცია და ძალიან საჭიროა, იმიტომ რომ სწორი წარმოდგენა შეიქმნათ თქვენ ამ ყველაფერზე, ამ პროცესზე და ესე იგი, თავიდანვე იცოდეთ ის, რომ ესე იგი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაუსვავთ კითხვას, დავალებას, როგორ მივცემთ დავალებას ხელოვნურ ინტელექტს. მას ისე უნდა ვეკონტაქტოთ, მეგობრებო. როგორც ჩათვალეთ, რომ მეორე ადამიანს ელაპარაკებით, რომელიც არ ჩანს. ნუ დისტანციურად ეკონტაქტებით. ხო, ახლა ნახეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა არის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ აი ამას. როდესაც ატარებენ ტრენინგებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, როგორ ფიქრობთ თქვენ? აქ რა არის სატრენინგო? აი რაში უნდა დაიხვეწოს ამ შემთხვევაში პედაგოგი? აი აქ სატრენინგო რა არის თქვენი აზრით? არა, ხელოვნური ინტელექტი დავალებას რომ აძლევს, თვითონ აკეთებს ყველაფერს. ესე იგი, რა გვაქვს ჩვენ სასწავლი აქ? როგორ დავსვათ კითხვა? რა სახით მივცემთ დავალება? ხო, იმიტომ რომ მივიღოთ ეს, იმიტომ რომ მივიღოთ სასურველი, კარგი პასუხი მივიღოთ. რომელიც ჩვენ მოგვეწონებათ და დაგვაკმაყოფილებს. ამაშია მთელი ამისი მეტი აქ სხვა არაფერი არ არის საჭირო. და ეს პრეზენტაციას ამას ეხება ზუსტად, რა თქმა უნდა, მე ახლა გიჩვენებთ ამ პრეზენტაციას, თან რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ამის შესახებ და აი ნახეთ, მე უკვე ძალიან გაგიადვილდება ყველაფერი. არც არაფერი არ არის, უბრალოდ კითხვის დასმა არის აქ მთავარი. რა გადავიყვან slideshow-ზე რომ უკეთესად აი ესე უკეთესია, ხო? კარგად ჩანს? დიახ. კარგით. მოკლედ აი სამი სიტყვის წესი. ეს არის სამი სიტყვა ამ შემთხვევაში, აი მიხვდებით რაზეა საუბარი. აი ეს სამი სიტყვის წესი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პასუხებს გახდის უფრო ეფექტურს, სრულყოფილს, უფრო მორგებულს ჩვენ საჭიროებებზე. აი ესე იგი აქ მთავარია კითხვების ფორმულირების ხელოვნება. ანუ ჩვენ რამდენად კარგად ვიცით ურთიერთობა ხელოვნურ ინტელექტთან, რამდენად კარგად, სწორად ვეკონტაქტებით და სწორად შევდივართ მასთან ურთიერთობაში. კი ბატონო. ესე იგი ნახეთ თუ ჩვენი პასუხები, რომელსაც ვიღებთ მისგან და არ მოგწონს და არ არის მთლად გამართული, არ არის მორგებული ჩვენ საჭიროებებზე და არ არის შინაარსობრივად გამართული, ეს არ უნდა ვიფიქროთ, რომ აინც და აინც ხელოვნური ინტელექტის შეცდომაა და ის არ მუშაობს კარგად. დავფიქრდეთ, იქნებ ჩვენ არ უსვავთ კითხვებს სწორად. იქნებ ჩვენ არ ვაძლევთ დავალებას სწორად მას. იქნება არ ვაყალიბებთ კარგად, იქნება კარგად არ განმარტავთ რა გვინდა ჩვენ, რას მოვითხოვთ მისგან. აი ამაზეა ფიქრი საჭირო, ზუსტად. აი ნახეთ ახლა მე უკვე გითხარით ეს ამის შესახებ, რომ კითხვის ფორმულირებას ხელოვნურ ინტელექტთან საუბრის დროსაც ისეთივე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, აი როგორც ადამიანებთან. რა, ესე არ არის, როდესაც ვეკონტაქტებით ადამიანებს, თუ არ გავარკვიეთ, რა გვინდა, რას ავთხოვთ ამ ადამიანს, ავთხოვთ რაღაცას, ხო? კოლეგას, ადამიანს ვისმეს. თუ არ ჩამოვაყალიბეთ ეს ჩვენი თხოვნა კარგად, ხო ასეა რა? ისიც ვერ გაიგებს რას ავთხოვთ და ისიც ვერ დაგვეხმარება ისე როგორც საჭიროა, ასე რომ ჩათვალოთ, რომ ადამიანია ეს ხელოვნური, ადამიანების მიერ არის შექმნილი და აბა რა, ისე უნდა ვეკონტაქტოთ როგორც ადამიანს. კარგი, ახლა რა არის ეს სამი სიტყვის წესი?
ხო და სწორედ როდესაც აი ასეთი არ ვერ ვიღებთ სასურველ პასუხებს და ვერ ვიღებთ სასურველ შედეგს, სწორედ ესე იგი აი მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ რაღაცა ჩვენშია პრობლემა რა, ჩვენ ვერ ვსვავთ კარგად კითხვას და აი აქ დაგვეხმარება ეს სამი სიტყვის წესი, რომელიც მარტივი პატარა ეშმაკობა, ხრიკია, ანუ ეშმაკობა, რომლის დახმარებითაც ხელოვნურ ინტელექტს აი ჩვენზე მორგებულ პასუხებს გავაცემინებთ. საქმე იმაშია, რომ აი შეკითხვა მოკლე, ესე იგი სამსიტყვიანი მითითება უნდა დაუმატოთ რა. და ეს სამი სიტყვა ხელოვნურ ინტელექტს დაეხმარება გაიგოს, აი როგორი ტონით, სტილით, ან სიზუსტით შეასრულოს დავალება. კითხვას არ ვთვლი, უბრალოდ უთითებ, ვის როლში გაქცეს პასუხი. ახლა ამის მაგალითებს მოგიყვანთ მე, ნახეთ. მიპასუხე როგორც იურისტი. აი როცა გვინდა რომ ლოგიკური პასუხი გაქცეს. სტრუქტურირებულ და დეტალურ პასუხებს მივიღებთ ამ შემთხვევაში. აი ისე როგორც მასწავლებელი. აი მიპასუხე ისე თითქოს მასწავლებელი ხარ. რომ მარტივი და გასაგები იყოს ეს პასუხი, რასაც მოვითხოვთ მისგან. ეხლა ეს ხუმრობაა, რა თქმა უნდა, ეხლა მწერალი ჰემინგვეი გაგიგიათ ალბათ, მიპასუხე ჰემინგვეის სტილში. ეხლა მოკლე გამორჩეული და შთამბეჭდავი ტექსტების. ეხლა ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ სულ სხვა ვინმე, ეხლა ეს ამერიკელი მწერალი გაგიგონიათ ალბათ, ეს წუთით დავაბრუნებ უკან. უბრალოდ, როცა გვინდა რომ რაიმე მხატვრულად და ესე შემოქმედებითი იყოს და რაღაცა ესეთ სტილში დაწეროს და შთამბეჭდავი ტექსტებისთვის. მიპასუხე როგორც ილია ჭავჭავაძე მაგალითად. ეს ხუმრობაა, რა თქმა უნდა. მაგრამ აი რომ მივახვედროთ, რომ გვინდა რაღაცა ესეთი შთამბეჭდავი, რაღაცა ესეთი შინაარსობრივი, გამორჩეული რომ იყოს და შთამბეჭდავი რომ იყოს ეს ტექსტი. მოგლეთ ეხლა ეს რამდენი ადამიანიც არსებობს, ხო? იმდენი, ესე იგი, იმდენი აზრი შეიძლება იყოს და იმდენი კითხვა შეიძლება დაისვას სხვადასხვანაირად. უბრალოდ ზუსტად უთხრათ რა გვინდა. აი მაგალითად ასე. რომ თქვათ აი მოდი შექმენი პრეზენტაცია, თქვათ მეოთხე კლასი, მე და საზოგადოება, ისე როგორც მასწავლებელმა. სამოქალაქო, მე და საზოგადოების მასწავლებელმა. აი ესე რომ მივცეთ დავალება. აი ესეთი რაღაცა არის რა, მოკლედ. აი თითქოს მასწავლე, მიპასუხე ისე როგორც მასწავლებელმა, ან მიპასუხე როგორც მოსწავლემ. თქვათ რა, ვიცი, უნდა მივანიშნოთ რა გვინდა. ეხლა კიდევ ნახეთ. აი ნიმუშები არის ეს. აი როგორია, ნახეთ აი ეს პირველი, კარგი დავალება. ხელოვნური ინტელექტისთვის. ნუ შექმენი გაკვეთილის გეგმა წილადების გამრავლების შესახებ მეხუთე კლასელებისათვის. ეხლა ეს ვეუბნები რა მინდა? კი ბატონო, კარგია, ხო? აი ეხლა ვნახეთ უკეთესი როგორი შეიძლება იყოს ეს როგორ დავხვეწოთ უკეთესობისაკენ ეს კითხვა. დავალება უბრალოდ. იმოქმედე როგორც ექსპერტი მათემატიკოსი და მასწავლებელი. მოსწავლეთა აქტიურად ჩართულობაზე ორიენტირებული გაკვეთილის დიზაინის შექმნის გამოცდილებით. ანუ მასწავლებელი, რომელსაც აქვს კარგი გამოცდილება აი ამ გაკვეთილის დაგეგმაში. შექმენი დიზაინი, ანუ გაკვეთილის გეგმა, წილადების გამრავლების შესახებ მეხუთე კლასის მოსწავლეებისათვის. ეხლა არც ისე არ უნდა იყოს, რომ ძალიან გრძელი იყოს ეხლა ეს კითხვა. ეს კიდე შეიძლება ცოტა შევამოკლოთ აი აქ. ეს უკეთესი. ნუ მე რა ვიცი, აი შეიძლება იმოქმედე როგორც ექსპერტი მათემატიკოსი, აი და შეიძლება აი მასწავლებელი. მოსწავლეთა აქტიურად ჩართულობაზე ორიენტირებული გაკვეთილის დიზაინის შექმნის გამოცდილებით. ისე როგორც გამოცდილი მასწავლებელი გაკვეთილის გეგმის შექმნაში. შექმენი დიზაინი, ანუ გაკვეთილის გეგმა, წილადების გამრავლების შესახებ მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის. კი ბატონო და ამაზე უკეთესიც, ანუ საუკეთესოდ შეიძლება იყოს. აი საუკეთესო როგორი შეიძლება იყოს. იმოქმედე როგორც ექსპერტი მათემატიკა დაახლოებით, რა თქმა უნდა, თქვენ შეიძლება უკეთესი შექმნათ, მაგრამ უბრალოდ მიგანიშნებთ მე რა, რომ ესე იგი ნახეთ საუკეთესო ვარიანტი შეიძლება იყოს თუ არა ეს. იმოქმედე როგორც ექსპერტი მათემატიკოსი, მასწავლებელი, რომელიც გამოცდილია დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისათვის საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნაში. შეადგინე გაკვეთილის გეგმა, უნივერსალური დიზაინი. იცი რა, უცხოეთში ამ გაკვეთილის გეგმას ეძახიან უნივერსალურ დიზაინს.
ანუ იმიტომ ყველა გაკვეთილს ხო თავისი გეგმა აქვს არა და მაგიტო უნივერსალური დიზაინი. თუნდაც ნუ გამოიყენებთ მაგას და უბრალოდ გამოიყენეთ გაკვეთილის გეგმა. ხარ აქვს მაგას მნიშვნელობა არსებითი. მეხუთე კლასის მოსწავლეებისათვის სტილადების გამრავლების შესახებ. გაკვეთილი უნდა მოიცავდეს, ნახეთ, პრაქტიკულ აქტივობებს და მოსწავლეთა თანამშრომლობის ხშირ შესაძლებლობებს. ჩამოაყალიბე პასუხი ცხრილის სახით. ეხლა აი ეს უფრო ყველაზე კარგი ვარიანტია, თუმცა აქაც შეიძლება შევიტანოთ რაიმე ცვლილება. ესე იგი, ნახეთ, აი უკან დავბრუნდები, როგორი იყო თავდაპირველი, პირველი აი ეს კარგი, შემდეგ აი უკეთესი და ნახეთ აი საუკეთესო. თუმცა, ეხლა ეს ნიმუშებია უბრალოდ, თქვენ შეიძლება უკეთესიც მოიფიქროთ და უკეთესი კითხვა დაუსვათ, უბრალოდ მე რაღაცა მაგალითებს გიჩვენებთ, როგორი შეიძლება იყოს კარგი, როგორი შეიძლება იყოს უკეთესი და როგორი შეიძლება იყოს საუკეთესო, რა თქმა უნდა. ხო, მოკლედ, გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. აი ნახეთ ახლა, როგორ შეცვლით აი კარგ თხოვნას უკეთესობისაკენ და საუკეთესოსაკენ. აი არის კარგი, ნახეთ, აი შექმენი პრეზენტაცია კლიმატურ ცვლილებებზე. აი ეს არის კარგი, ხო? მეუბნები რა მინდა. ეხლა აი თქვენგან მოვითხოვ, აი როგორი იქნება უფრო უკეთესი რომ ითხრათ, აბა? აი ამ საკითხზე, კლიმატურ ცვლილებებზე. თუ გინდათ სხვა შევცვალოთ საკითხი? ხო არ გინდათ რომ შევცვალოთ საკითხი? პრეზენტაციის საკითხი ხო არ ანუ ამ შემთხვევაშიც გააჩნია პრეზენტაცია ხო რისთვის გჭირდება? მაგალითად თუ მოსწავლეს სჭირდება, უნდა მიუთითოს, რომ მაგალითად მე-7 კლასის მოსწავლისათვის კი ბატონო, შექმენი პრეზენტაცია როგორც მე-7 კლასის მოსწავლემ. კი ბატონო, ეგ სამი სიტყვის წესის დამატება. როგორც ექსპერტი? ხო, კი ბატონო, არა, ეგ გასაგებია ნახეთ. ეგ არის სამი სიტყვის წესი, მაგრამ თვითონ შინაარსობრივად ხო კარგად უნდა გავაგებინო ჯერ რა მინდა და მაგას მერე ვეუბნები რა, როგორ სტილში შექმნას, გამიგეთ? ან შეიძლება შეკითხვაშივე მოვაქციო ეგა. რომისთვის ვინასწროს. ან შეიძლება ბოლოში დავამატო, როგორც ექსპერტმა, როგორც მოსწავლემ, როგორც ამა და ამ კლასის მოსწავლემ. უბრალოდ შეიძლება შინაარსი თვითონ შიგნითაც მოვაქციოთ ეგ. აი როგორც მე შეიძლება რომ მაგალითად შინაარსიც რომ დავწეროთ მაგალითად პრეზენტაციის კრიტერიუმები მაგალითად რა გვჭირდება ერთი წუთით ეხლა გითხრათ ეს არის ჩემი პირველი კარგი თხოვნა აი მე გთხოვთ იმას რომ ეხლა როგორ გავაუნჯობესოთ აი ეს კითხვა ეხლა მე მინდა რომ თქვენ ჩამოაყალიბეთ მე აი საკითხი მოგეცით ხო შექმენი პრეზენტაცია კლიმატურ ცვლილებებზე ეხლა აი ეს თხოვნა როგორ გავხადოთ უფრო უკეთესი როგორ გახდიდით რომ უკეთესი ყოფილიყო როგორ გადააკეთებდით სტრუქტურაზეც საუბარი ალბათ ხო რა სტრუქტურა ხო აი მე იფიქრეთ მეგობრებო დროს იყოს დრო თუნდაც 1-2 წუთი და აი დააწერეთ ან სადმე აკრიფეთ ტექსტი უბრალოდ აი რამდენიმე წინდადება რო იყოს ახლა ეს არის კარგი თხოვნა მაგრამ არა საუკეთესო და არა უკეთესი აი როგორ გავხადოთ უკეთესი ეს არის ჩემი თხოვნა აი როგორ გახდიდით უფრო უკეთესი კითხვა როგორი იყოს უფრო აი ამ კლიმატურ ცვლილებებზე თუ გინდა საკითხი შევცვალოთ თუ ეს საკითხი არ მოგწონთ კლიმატური ცვლილებები შეცვალეთ თუ გნებავთ საკითხი თქვენ რომელიც გინდათ არა აქვს მნიშვნელობა შექმენი პრეზენტაცია მაგალითად რა ვიცი რომელიც ბუნებისმეტყველებიდან აიღეთ თუ გნებავთ რომელიმე საკითხი ჩემთვის მაგას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს მთავარია რომ თქვენ აი როგორ გააუმჯობესებთ აი ამ კითხვას კი ბატონო აი გისმენთ ხელი აიწია ბურასტან მე ხელოვნების მასწავლებელი ვარ ასეთი სათაურით უფრო ჯობია აი მაგალითად შექმენი პრეზენტაცია თქვათ როკოკოსა და ბაროკოს შედარებაზე
კი ბატონო, ეს არის მიმდინარეობები ხელოვნებაში. ხო, კი ბატონო, ძალიან კარგი. შექმენი პრეზენტაციები, როგორ აბა გამიმეორეთ თუ შეიძლება? შექმენი პრეზენტაცია როკოკოსა და ბაროკოს სტილების შედარებაზე. კი ბატონო, ეხლა ეგ არის კარგი. მაგრამ აი კიდე როგორ დახვეწავდით თქვენ მაგას? შეგვიძლიათ თქვათ, რომ თავდაპირველად ჩაწერე ორივე სტილის წარმოშობა, როგორ წარმოიშვა ორივეს. დიახ. შემდეგ, რა ვიცი, შეიძლება იყოს კარგი მაგალითები, სურათები ან ყველაზე თვალსაჩინო ნამუშევრები, როგორც ბაროკოს. აი ნახე, ხო, კი ბატონო, გასაგებია. ეხლა ესენი სხვაობა ამათ შორის. ეს უკვე უკეთესი თხოვნისკენ მიდის თუ ისევ კარგი თხოვნა. აი ნახეთ, კი, მაგრამ აი როგორ დავწერდით ესე იგი რომ მოკლე ძალიან დიდი ისინი არ იყოს, ბევრი წინდადებები არ იყოს და უფრო კარგად იყოს. ნახეთ ეხლა ესენი არის მიმდინარეობები ბაროკო, როკოკო, ძალიან კარგია, როდესაც თქვენ პირველად მითხარით, აი ამის ვარიანტია რა. ეგ არის კარგი კითხვა. მაგრამ აი ეხლა როგორ გავაუმჯობ, თქვენ ამბობთ რომ ეხლა შედარება შეადაროს ეს ორი სტილი ერთმანეთს, ხო? რა სხვაობაა, რა განსხვავებაა მათ შორის? ჯერ წარმოშობაზე და მერე უკვე განსხვავებაზე. ესე იგი შექმენი პრეზენტაცია ბაროკოსა და როკოკოს შესახებ, მათი ამ მიმდინარეობების წარმოშობის შესახებ, კიდევ რა გინდათ? რა ვიცი, ყველაზე ცნობილი როკოკოსა და ბაროკოს ერთ-ერთი მაგალითი მაინც ნამუშევრები. ესე იგი მაგალითების გამოყენებით პრეზენტაცია როკოკოსა და ბაროკოს შესახებ, მათი შედარება და თვითონ ნიმუში რომ განიხილოს, ესე იგი აი ამ ორივე მიმდინარეობიდან განიხილე თვითონ ნიმუში და აი აქ დაამატეთ თქვენი სამი სიტყვის ხელოვნება მოკლედ. როგორ ვისთვის გინდათ ეგ პრეზენტაცია, როგორ შექმნას? შექმნას როგორც ხელოვნებად მცოდნე? როგორც ხელოვნების მასწავლებელი. როგორც ხელოვნების მასწავლებელმა. კი ბატონო. აი ნახეთ უკვე კარგად. მერე აი უფრო საუკეთესო როგორი იქნებოდა? საუკეთესო. კიდევ შეიძლება მან რაღაცა ისეთი ნიუანსების დამატება, რომელიც კიდევ უფრო საუკეთესოს, მართლა საუკეთესოს გახდის. კიდევ შეიძლება. გამოიყენე სქემები, შედარებისთვის სქემა გააკეთოს. ეგ შეიძლება დაუმატო. ესე იგი სლაიდების, სურათები დაამატოს საუცილებლად, მაგალითები. რომელია ბაროკოს სტილი, რომელია როკოკოს სტილი, ნიმუშები რომ წარმოადგინოს სურათების სახით. აი ესეც რო ჩაერთოს, ხო, მან და მაგ ტექსტში, ეგ უკვე იქნება საუკეთესო. გასაგებია. კარგით, მადლობა ძალიან დიდი. ხასაც ხომ არ ექნება, აი ძალიან კარგი იყო, მადლობა. თქვენს მადლობა. მეგობრებო, თქვენც ხომ არ გექნებათ სხვებსაც? ეს თქვენ დაგეხმარებათ ძალიან. აი ნახეთ ახლა პრაქტიკულ მაგალითებზე რო გადავალ, ნახეთ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კითხვების სწორად ჩამოყალიბებას და ზუსტად დასმას კითხვების. ვისმეს არ აქვს იდეა? შემოგვიერთდეს. კარგით. ნუ ძირითადი რჩევები ჩემგან რომ იყოს კონკრეტული, რა გვინდა, აი კონტექსტი, შინაარსობრივად რომ მივაწოდოთ კონტექსტი და განსაზღვროთ სტილი და ფორმატი. როგორ სტილში შექმნას, რა ფორმატში შექმნას, სურათებით გინდათ, სურათების გარეშე გინდათ, ამ ფორმატში და სტილში და აი რომელი მიმართულებით ესე იგი შექმნას, როგორც მოსწავლემ, როგორც მასწავლებელმა, როგორც ხელოვნებად მცოდნემ, როგორც მუსიკოსმა, რა ვიცი, გააჩნია რომელი გაკვეთილისთვის გვინდა, რომელიც საგნის მასწავლებელი აძლევს, როგორც შექმენი როგორც ფიზიკის მასწავლებელმა, როგორც ბუნების მეტყველების მასწავლებელმა, როგორც მეტასაზოგადოების მასწავლებელმა და ასე შემდეგ უსასრულოდ
შეიძლება ვის როგორ სჭირდება და ვინ რა საგნის წარმომადგენელია. მოკლედ ახლა პრეზენტაციით მე თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ ესე უფრო საჩვენებლად უფრო ის არის ხოლმე მოხერხებული არის პრეზენტაციის სახით და მაგიტომ თორე ეს ყველაფერი შემეძლო ისე მესაუბრა, მაგრამ ვიზუალურად მაინც უფრო ის არის ხოლმე კარგად აღსაქმელი ეს ყველაფერი. კარგით. ეხლა მოდი გადავიდეთ ჩვენ პრაქტიკულ მაგალითებზე და პირველ რიგში როგორც გითხარით, ჩანს ხო ჩემი ეკრანი? ეს რა ამბავია აქ? თუთი? დიახ, ჩანს. ხო, კარგით. ეხლა ნახეთ, ეს არის ჩემი პოსტა გახსნილი, საიდანაც შეგვიძლია ჩვენ Outlook-ია გახსნილი. გადავიდეთ, აი ნახეთ ეხლა აქაც კი ჩანს, მეგობრებო. აი ეს გახლავთ ხელოვნური ინტელექტზე გადასვლა, აი პოსტა თუ მაგ გახსნილი აქედანვე და აი ან კიდევ ნახეთ აი ეს ხო ინსტრუმენტებია, ჩვენ ხო ყველას გვაქვს ეს ყველაფერი აი ესენი. ჩვენ გქონდა პირველ შეხვედრაზე Outlook-ზე საუბარი, OneDrive-ზე, შემდეგ PowerPoint-ზე მქონდა, ვინც ესწრებოდით, მქონდა Sway-ზე, მქონდა Stream-ზე. და აი ეს გახლავთ Microsoft Copilot-ი. აი გადავიდეთ ამაზე. ხო, ეხლა ეს რატომ არის ესე? ან კიდევ იყოს კაი ქართულად კი ბატონო. ხო, იცით რა, მეორენაირადაც შეიძლება მეგობრებო, პირდაპირ აი საძიებოველში აკრიფოთ. Microsoft წერტილი 365.com. ნახეთ აი აკრიფავ, გიჩვენებთ ეხლავე. Microsoft 365 წერტილი თვითონ წერტილი.com. ეხლა მე მანდაც ჩატში ჩაგიგდებთ ამას. გაგიზიარებთ ჩატში ეხლავე და შეგიძლიათ ვინსაც გაქვთ საშუალება, ტელეფონის ვერსიაც არსებობს მეგობრებო და შეიძლება გადმოწეროთ. Android-ისთვის არსებობს, iPhone-ისთვის არ ვიცი. მე არა მაქვს iPhone-ი და არ ვიცი, ამიტომ ალბათ იქნება iPhone-ისთვისაც. ეს ჩაგიგდოთ. შეგიძლიათ გადახვიდეთ, ეხლავე მოსინჯოთ. აი გაგიზიარეთ მე უკვე აქ ჩატში და შეგიძლიათ ტელეფონშიაც გადმოწეროთ. Google Play Store-დან ტელეფონით შეხვიდეთ და გადმოწეროთ Copilot-ი რო ჩაწეროთ. გადმოწერთ და ტელეფონითაც ჩვეულებრივად ისეთივე კარგად მუშაობს, როგორც კომპიუტერში. უბრალოდ ეხლა ტელეფონი მაინც ტელეფონია. და მაგრამ კარგად მუშაობს. აი ასე შეგიძლიათ აქედანაც ესე გადახვიდეთ, მაგრამ აი ნახეთ. იგივეა რა თქმა უნდა, მაგრამ აი რა მე მაინც მიყვარს ხოლმე. აი აქედან გადასვლა მიყვარს ხოლმე, რატომღაც მაინც და მაინც. არსებითი მნიშვნელობა მაგას არ აქვს მეგობრებო. აი ახლა ნახეთ. მოდით აი გაიხსენეთ ახლა ჩვენი საუბარი, სულ ცოტა ხნის წინ რომ საუბრობდით, როგორ დაუსვათ კითხვა და მოდით თქვენ მიკარნახეთ რა კითხვა დაუსვა. აი თუნდაც ის კითხვა, რომელიც ხელოვნებას ეხებოდა. მოდი დავსვათ ეგ კითხვა. ხო მისმენთ აქ ახართ, ხო? დიახ. მოდი დავსვათ ეგ კითხვა. აბა მიკარნახეთ კითხვა. შეადარე ხელოვნების ორი სტილი, როკოკო და ბაროკო. აჰა, კი ბატონო. მორჩა თუ დავამატოთ რამე? წარმოშობის საკითხსაც ჩავწეროთ. აჰა, ეხლა ესე იგი უნდა შევადგინოთ კარგი კითხვა, არა?
შეადარე ხელოვნების ორი სტილი, ბაროკო და როკოკო, შეადარეოთ. ხო. არსენი მათი წარმოშობა კიდევ რას დავამატებდით? და ერთ-ერთი მაგალითი ალბათ როკოკოსა და ბაროკოს ნამუშევარი. კი ბატონო, ესეც დაუწეროთ. წარმოადგინე. თითო მაგალითი ორივე მიმდინარეობიდან. მიმდინარეობებია ეგენი ხელოვნებაში. წარმოადგინე თითო მაგალითი. რეგისტრაცია სიტყვავს ხო ქალბატონო მანანა? იცით რა არის თქვენი თიმსის ის რაც არის. აკრითაც შემოდიხართ. იგივეა. Teachers Go-G და პაროლი. თუ მოგთხოვათ ეგენი უნდა ჩაწეროთ. წარმოადგინე თითო მაგალითი. ორივე. და ხო დავამატოთ კიდევ რამე. მგონი საკმარისია, რა ვიცი. და ის არ მიუთითოთ სამი სიტყვის როგორც იმის ხელოვნების მასწავლების პრეზენტაცია. აი ნახეთ, წარმოადგინე თითო მაგალითი ორივე მიმდინარეობიდან. აქ ესე დაუწეროთ თუ ცალკე დაუწეროთ ახლა ნახე ცალკე დაუწეროთ რომ ეს ყველაფერი წარმოადგინე როგორც ხელოვნების მასწავლებელმა. ეს თუ ასე გავაკეთოთ, მაგრამ აქ ესე რომ გავაკეთო, ცოტა სხვანაირად თითო მაგალითი ორივე მიმდინარეობიდან. ეს არ გამოვა აქ რომ მივაწერო, ამიტომ ცალკე გამოვხოთ. წარმოადგინე როგორც ხელოვნების, რომელი კლასისთვის გინდათ ესა? ხელოვნების. თუ არა ალბათ, რა ვიცი, იყოს მე-7 მე. არ უნდა კლასი, კარგი. წარმოადგინე როგორც ხელოვნების ექსპერტმა თუ მასწავლებელმა, კაი იყოს მასწავლებელი. კი ბატონო. და ახლა ნუ შევქმენით საუკეთესო კითხვაა ესა. უკეთესი ან საუკეთესო კი ბატონო. იცი რომელი იქნება საუკეთესო? მე დავამატო თვითონ გვეტყვის. იცი თვითონ მოგწერს ახლა და შემოგთავაზებს კიდე ბევრ რამეს. ნახეთ. მორჩა მეტი არაფერი და ვაწყაპებ enter-ს. აი ამის არც კი ბატონო. აი ეს. ნახე რასაც თავაზობს. თქო მომაწოდე მეტი ინფორმაციაო. თუ გინდა რომ აი აქ დააწყაპებთ ხო, ეს უკვე ჩვენ გვეხება. რომ ჩვენ ავთხოვთ. თქო მომაწოდე მეტი ინფო. შეგიძლია დააწყაპო აი ამას და უფრო მეც მოგაწვდის. აი რა არის ბაროკოს გავლენა თანამედროვე ხელოვნებაზე? აი თანამედროვე ხელოვნებაში ნახე იგრძნობა თუ არა ბაროკოს გავლენა. აი ეს კითხვებია, რომელიც შეგიძლია დააწყაპო და პირდაპირ გაუგზავნო. აკრეფაც არ გინდა. ეხლა ნახოთ რა დაგვიწერა ჯერ. ჯერ ნახოთ რა დაგვიწერა. ეხლა მოკლედ დაწერა ამან. და შეგიძლია უფრო შენ ეხლა მოსთხოვო ბევრი რამეები კიდე. ნახე. წარმოშობა. ბაროკო წარმოიშვა იტალიაში მე-17 საუკუნის დასაწყისში და გავრცელდა მთელ ევროპაში. ის წარმოადგენდა რეაქციას რენესანსის სიმშვიდესა და ჰარმონიაზე. ბაროკოს მიზანი იყო ემოციური ზემოქმედება მაყურებელზე, დრამატულობა და დიდებულება. რა ახასიათებს? დინამიკა და მოძრაობა, ძლიერი კონტრასტები, შუქი, ჭრტილი, ემოციური ინტენსივობა, სიმდიდრე და დეკორატიულობა, რელიგიური და მონარქიული თემატიკა. აი მაგალითი, კარავაჯო, წმინდა თომას ურწმუნოება, რომელიც კარავაჯოს დაუხატია 1600
1600 წლებში არის შექმნილი. ეხლა მოვთხოვოთ ესა, ან ჩვენ შეგიძლია მოვძებნოთ ჩვენ თვითონაც. კარავაჯო, საწმინდა თომას, ურწმუნო თომა. ეს ნახატი ასახავს წმინდა თომას, რომელიც თითს აყვობს ქრისტეს ჭრილობაში. ეს მიციმე ეს ნახატი, მახსენდება ახლა. კარავაჯოს სტილი გამოირჩევა დრამატული შუქით და რეალისტური ჩიაროსკურო, ეს იტალიური ის არის, ესე მოიხსენიებენ ხოლმე და რეალისტური ემოციებით. ეხლა როკოკო წარმოიშვა საფრანგეთში მე-18 საუკუნის დასაწყისში ბაროკოს გვიანდელი ეტაპისაგან. ის ასახავდა არისტოკრატიის გემოვნებას და უფრო მსუბუქით, მოკლედ ბევრს აღარ წავიკითხავ, მახასიათებლები, სინაზე და ელეგანტურობა, პასტელური ფერები, ასიმეტრია და დეკორატიულობა, სასიყვარულო და მითოლოგიური თემები და ესეთი იდილიური სცენები, მაგალითი ჟან ონორე ფრანგონარი ქალის მიტაცება, The Swing. ეს ნახატი აღსახავს ახალგაზრდა ქალს საქანელაზე, რომელიც ჰაეროვნა და მოძრაობს სურათის სავსე, მოკლედ, ეხლა შედარება. შედარება ბაროკო, როკოკო. ერთი საუკუნით არის სხვაობა, წარმოშობა იტალია, საფრანგეთი, სტილი, დრამატული, გრანდიოზული, როკოკო, მსუბუქი, ელეგანტური, თემატიკა, რელიგიური, მონარქიული, სასიყვარულო, მითოლოგიური, ფერები, მუქი, კონტრასტული, ნათელი, პასტელური. ეხლა ნახეთ, თუ შემიძლია გაჩვენო ვიზუალური შედარება, ან დაგეხმარო პრეზენტაციის მომზადებაში ამ თემაზეო. რა ვთხოვო, რომ უფრო მეტად განავრცოს ეს საკითხი. შეგიძლია დაუწყაპნო ამას. ვთხოვ მომაწოდე მეტი ინფორმაცია. ეს კითხვაც ძალიან მაგარია. როგორია დღევანდელობაზე? დღევანდელ ხელოვნებაში ბაროკოს გავლენა. რომელი კითხვა მივცეთ? თუ თქვენ თვითონ დაუსვამთ. მეორე. ხო, ეხლა რა სიტყვით პასუხზე? პასუხი მოგეწონათ? კი, საკმაოდ ინფორმაციული და არა ვიცი, კარგი. არა, ეხლა იცით რა შეასაქმე? ეს ამან მოგაწოდა ზოგადი პასუხი. ეხლა შენზეა დამოკიდებული, ჩვენზეა დამოკიდებული, ამას როგორ დავხვეწავთ. და იცით როგორი კარგად შეგიძლიათ ეს მოსთხოვოთ მშვენივრად. ნახე, დავეთხოვ მომაწოდე მეტი ინფორმაცია. მორჩა, მივაწვდი ამ კითხვას ეხლა. დავალებას უფრო სწორად. ხედავთ? უნდა მოსთხოვოთ. თუ გსურს შემიძლია დაგეხმარო სლაიდები, თუ გსურს შემიძლია დაგეხმარო სლაიდების პრეზენტაციის საკლასო აქტივობის მომზადებაში ამ თემაზეო. იქნებ გითხრა, როგორ შეიძლება ეს მასალა მოსწავლეებისთვის უფრო ინტერაქტიული გავხადოთ. ხედავთ, როგორ იხვეწება? ეს ახლა უკვე ძალიან კარგია, ნახეთ. მოგცეს, აბა როგორი აქტივობები? მოგცეს საკლასო აქტივობები. მივწეროთ ახლა. საკლასო ჩამოაყალიბე. საკლასო აქტივობები. ამ საკითხზე. მორჩა. ეხლა ნახეთ როგორ მოგეწონებათ. ეს მანამდე მოგცა. მეტი ინფორმაცია რომ მოვთხოვეთ, ნახეთ. თხოვ მომაწოდე მეტი ინფორმაცია. და მოგვაწოდა ისტორიული კონტექსტი, არქიტექტურაში, თეატრში და მუსიკაში, ისტორიული კონტექსტი ლუი მე-14-ის საფრანგეთში, ეს არქიტექტურა და ინტერიერი, მუსიკა და თეატრი, მოცარტი მაგალითად, გავლენა სხვა დარგებზე, რა გავლენა მოახდინა სხვა დარგებზე. ბაროკო და როკოკო, მხატვრობაში რელიგიური სცენები, დრამატული შუქი, იდილიური სცენები, არქიტექტურაში გრანდიოზული, სიმეტრიული, მსუბუქი, დეკორატიული, მუსიკაში კომპლექსური, ემოციური, მელოდიური, მსუბუქი,
თეატრში ტრაგედია, ოპერა, კომედია, ბალეტი. აი როგორი სხვაობებია, რა საინტერესოა. ეხლა ნახეთ მე ჩამოვაყალიბე აქტივობები. პირველი, შედარებითი ანალიზის ჯგუფური დავალება. აი თქვენ ხომ შეადარებინეთ არა ბაროკო და როკოკო. იგივე დავალება ბავშვებს მაგალითად. მოსწავლეებმა შეადარონ ბაროკოსა და როკოკოს სტილების სხვადასხვა ხელოვნების დარგში. დაყავი კლასი 4 ჯგუფად, მხატვრებად, არქიტექტორებად, მუსიკოსებად და თეატრის იმათ რა ქვია იმას რეჟისორებად. თითოეულ ჯგუფს მიეცეს ბაროკოსა და როკოკოს ნიმუშები, მოსწავლეებმა უნდა შეადარონ სტილები და წარმოადგინონ პრეზენტაცია. მეორე, შექმენი შენი სტილი, შემოქმედებითი ნახატი. მიზანი, მოსწავლეებმა გააცნობიერონ სტილისტური განსხვავებები პრაქტიკულად. დავალება, მოსწავლეები ქმნიან ორ ნახატს. ერთი ბაროკოს სტილში, დრამატული მუქი ტონები, ემოციური სცენა, მეორე როკოკოს სტილში, შემდეგ ახსნიან როგორ გამოხატეს სტილის მახასიათებლები. როლური თამაში, ხელოვნების მუზეუმის გიდები. წარმოიდგინონ მოსწავლეებმა, რომ არიან მუზეუმში, აი რომ უხსნიან ხოლმე მოკლედ მუზეუმში გიდი, ანუ ამის მიზანი არის ის, რომ მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა და განავითარონ პრეზენტაციის უნარები. დავალება, მოსწავლეები წარმოიდგენენ, რომ არიან მუზეუმის გიდები, თითოეული წყვილი ირჩევს ერთ ბაროკოს და ერთ როკოკოს ნამუშევარს, ამზადებენ მოკლე პრეზენტაციას, სადაც სტუმრებს უხსნიათ ნამუშევრის სტილს, ავტორს და ისტორიულ კონტექსტს. მუსიკის მოსმენა და ემოციური რეაქცია. მიზანი, მოსწავლეებმა განიცადონ სტილისტური განსხვავება მუსიკაში. მოასმენინე ბახის, ნუ ეხლა ბაროკოს სტილი მუსიკაში მეც ვიცი, ესენი არის ბახის, ჰენდელის მუსიკა, ვინც მუსიკის მასწავლებელია მიხვდება და მოცარტი კიდე როკოკოს ის არის, როკოკოს სტილშია. მოსწავლეები წერენ, რას გრძნობენ თითოეულ მათგანზე, რა განსხვავებები შეამჩნიეს, შემდეგ ხდება დისკუსია კლასში და ინტერაქტიული ვიქტორინა. ცოდნის გამყარება თამაშის ფორმით. მოამზადე ქვიზი ბაროკოსა და ტესტი რა, ბაროკოსა და როკოკოს თემაზე, კითხვები შეიძლება მოიცავდეს სტილისტურ მახასიათებლებს, ავტორებს, ნამუშევრებს და ისტორიულ კონტექსტს. თუ გინდაო დაგეხმარებიო პრეზენტაციის შექმნაშიო. მეგობრებო, ეხლა ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. მოკლედ, რა სიტყვით, რა აზრის ხართ? უზარმაზარი დახმარება. საინტერესოა ძალიან. აი არ ვიცი ეხლა ეს შეგიძლია ეხლა სამწუხაროდ ეხლა აი ეს გადმოწერა ესე რომ ეს უნდა ამოაკოპიროთ აი ასე ძალიან მარტივად ვორდში გადაიტანოთ ეხლა ეს ხო ადვილია ძალიან მეც კი მომწონს ხო მეც კი უნდა გავაკეთო ეხლა ეს ნახეთ აი აქედან შვენივრად შეგიძლია აი ასე წამოხვიდე და მთელი ჩამოხვიდე ბოლომდე და მე იქ ვორდში რო გადმოიტან მე მიხვდები იქ რა გინდა რა არ გინდა აი ესე copy და შემდეგ იქ ვორდში რო გადმოიტან მე მიხვდები იქ რა არის თუ რამე ისეთია ჩაასწორებ აი ასე ჩაგიგდებთ მანდ ამ ფაილს თუ გნებავთ და რა თქმა უნდა ახლა ამას შევასწორებ რაღაცას გავასწორებ ან რა ვიცი როგორც მინდა გადავიტან კიდე მივცემ უფრო სხვანაირ ფორმას რა ვიცი ეს კარგი იდეებია ძალიან კარგი იდეებია მე ხელოვნების მასწავლებელი არა ვარ მაგრამ ძალიან მიყვარს მხატვრობა და ვერკვევი ასე თუ ისე ძალიან მიყვარს მუსიკა, ნუ ისტორიკოსი ვარ, ახლა ბაროკო და როკოკო მე ძალიან კარგად ვიცი, არა როგორც ხელოვნების მასწავლებელმა, არამედ როგორც ისტორიკოსმა. და მხატვრობა კიდე ძალიან მიყვარს და ამიტომ ესე იგი ჩემთვის ძალიან ახლოა ეს თემატიკა და მე თვითონაც ძალიან მომეწონა აი ეს. ეხლა უნდა დაიხვეწოს რა თქმა უნდა და უნდა ცოტა სხვანაირად რაღაცა გავაკეთო და გარდა მაგისა ჩვენ ხო არ მიუთითეთ ამას ჩვენ არ მიუთითეთ კლასი რომელი კლასისთვის გვინდოდა ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ზოგადად მივეცით ეს კითხვა და თუ კლასს მიუთითებთ იმ კლასის შესაბამისად გააკეთებს ამ დავალებას
გამიგეთ? ახლა შეიძლება რომელი კლასისთვის გინდათ თქვენ ეს? რომელ კლასში გადიხართ მაგ საკითხებს ხელოვნებაში? რომელ კლასში ისწავლება, ვინც დამისვა ეს კითხვა ბაროკოზე და როკოკოზე? რომელ კლასში ასწავლით ამას ხელოვნებაში? აღარა ხართ ეთყობა მაღალ კლასებში ისწავლება ქალბატონო მანანა ესენი. ხო, არა, მე არ ვიცი, ალბათ- ზუსტად ახლა მე ხო, ხანუ ესე იგი ხო.ებში არ არის. ხო, კარგით, კი ბატონო, კლასი უნდა ეხლა ზოგადად მივეცით ჩვენ კითხვა, კლასი არ დავაკონკრეტეთ და უფრო კარგად გააკეთებ და უფრო მორგებულს გააკეთებ და კლასი რომ მიგვეთითებინა, თუმცა რა თქმა უნდა, მე მაგალითად ამას გამოვიყენებდი. კარგი იდეა, როლური თამაში ძალიან მაგარია, მეგობრებო, გინდათ პატარები იყვნენ. როლური თამაში. აი, წარმოიდგინე, რომ ხარ, ესე იგი მუზეუმში უნდა აუხსნა. აი ეს ნახატი, რომელ სტილს მიეკუთვნება, ბაროკოა თუ როკოკოა და რა იცის ამაზე და აი რომ უხსნის, წარმოიდგინონ, აი ძალიან მაგარია ეს როლური თამაში. აი ეს მაშინ როცა უკვე იციან, როცა უკვე შესწავლილი აქვთ, ბოლოს აი ეს როლური თამაში, ფაქტობრივად ეს შეიძლება იყოს შეჯამება მთელი აი ამ ცოდნის, რა თქმა უნდა, აი ამ როლურ თამაშში. გინდათ ეს ფაილი? ნუ კარგით ხალხო, მიპასუხეთ მაინც, თუ არა თუ კი, თუ როგორ. კარგით კი ბატონო. ეხლა ნახეთ კიდევ რა არის აქ შესაძლებელი. ჩვენ შეგვიძლია ფაილი აუტვირთოთ. აი აქედან მივაბად ფაილი. ეს შეიძლება იყოს რაიმე გაკვეთილი საკითხი და მივცეთ დავალება. აი ამ საკითხზე როგორ შეადგენდი გაკვეთილის გეგმას. ან რა დავალებებს შესთავაზებდი ბავშვებს და რაღაცა ესეთი დავალება. ან შეიძლება ეს იყოს ნებისმიერი ხალხო. ეს შეიძლება იყოს ტესტი მაგალითად. აი ჩემი შედგენილი მაგალითად კი ბატონო ეხლა ამას გავაკეთებ მე თქვენს თვალწინ. მე ავტვირთავ ჩემ შედგენილ ტესტს მე-7 კლასისთვის. აი მივაბავ ფაილს. ხო, ეს არის აი, ნახე ეს არის, ერთი წუთით. აი ეს იყოს, აი მე-7 კლასის შემაჯამებელი დავალება ისტორიაში. და აი ეს არის ტესტი ღია გიჩვენებთ როგორ ის არის ამას. ერთი წუთი სანამ აუტვირთავ ამას და სანამ დავალებას მივცემ, მე ამ ტესტს გიჩვენებთ ახლა თქვენ. ეხლავე, არის აი ეკრანი. აი როგორი ტესტია შეხედეთ. აი ასეთია, ჩემი გაკეთებულია. მე-7 კლასელებისთვის. ეს სურათი ჩავდე, რომ პირველყოფილ ადამიანს ეხება. და ღია კითხვებია დასმული. გამოთქვი ვარაუდი, ნუ ეხლა ღია კითხვებია, თითო კითხვას თავისი ქულა აქვს. და უნდა უპასუხონ ბავშვებმა ამ კითხვას. სულ არის 5 კითხვა, როგორც ხედავთ. ეხლა დავხუროთ და მივცეთ ამას ეს ტესტი. აი მივაბათ ეს ფაილი. და დავუსვათ კითხვა. რას? ეხლა რადგან უკვე მე მიცემული მაქვს პიტაპი ტესტი და იცის რაც არის ეს ტესტი და ნახავს. აღარ უწერ ეხლა ასე და ისე პიტაპი უწერ რომ რას დაამატებდი მაგალითად. რას დაამატებდი ამ ტესტს. და აწერია კიდევაც რომ მე-7 კლასისაა. ამიტომ ბევრს აღარ ავწერ არაფერს, პირდაპირ ვეუბნები რას დაამატებდი ამ ტესტს.
ნახოთ ახლა რას დაამატებდა. ვიზუალური ანალიზის დავალება. ეხლა სურათი რომ აქ იქ ჩადებული, ხო ნახეთ. დააგვირდი ნახაც და აღწერე როგორია ადამიანების ჩაცმულობა. არ არიან საცხოვრებელი, რაც გვეუბნება ეს მათი ცხოვრების წესზე. მიზანი ვიზუალური ანალიზის უნარის განვითარება და ისტორიული ინტერპრეტაციის ახალისება. ტერმინების განმარტება. მოკლედ განმარტე შემდეგი ტერმინები: გვაროვნული თემი, კოლექტიური შრომა, მიზანი, ისტორიული ლექსიკის გააზრება და გამოყენება, შედარებითი ანალიზი, შეადარე ნეოლითური და პალეოლითური ეპოქის ადამიანის საქმიანობა, რა მსგავსებაა და განსხვავებაა მათ შორის. მიზანი, ანალიტიკური და შედარებითი აზროვნების განვითარება. შემოქმედებითი დავალება. წარმოიდგინე, რომ ხარ პირველყოფილი თემის წევრი, დაწერე მოკლე დღიური ერთი დღის შესახებ. ღმერთო ჩემო, არ მოგწონთ ხალხო? შვედიერია. ძალიან მოგწონს. სიტყვიერი დავალება წყვილებში. წყვილებშიო იმსჯელეთო თემაზე რატომ იყო აუცილებელი? ეხლა აქ არ არის, ეს არის ტესტი. გაკოთილი შეიძლება წაიყვანო ასე. ესე იგი, წყვილებში იმსჯელეთ თემაზე რატომ იყო აუცილებელი თანამშრომლობა პირველყოფილ თემში. შემდეგ წარადგინეთ თქვენი აზრი კლასის წინაშეო. კომუნიკაციისა და არგუმენტაციის უნარების განვითარება. გინდაო, რომ კიდე მოგცეო დამატებითო რაღაცაო და პრეზენტაციაში გადავიყვანაო ესაო. ან ვორდის დოკუმენტიო, დავამზადო ვორდის დოკუმენტიო. კაი, დაამზადოს ვორდის დოკუმენტი. დაუწერ ახლა აი აქ, დაამზადე, როგორც თვითონ დამიწერა, ისე დაუწერ. დაამზადე ვორდის დოკუმენტი, კი ბატონო. მაგრამ ეს ვორდი უნდა აუკრიფო ლათინური ასოებით. აი ესე word. აი მე ისე დაუწერ, როგორც თვითონ მომწერა word. და იმას გადმოვწერ უკვე. და მივცე თავი უკვე. აჰა. აი ნახეთ რა დაწერა. დოკუმენტი წარმატებით შეიქმნა, მასში დამატებულია 5 ახალი აქტივობა, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეების ანალიტიკური ის, რაც დაწერა, გადაიტანა ფაილში. ეხლა აი ამას გადმოვწერ, აი. გაფართოებული დავალება და იყოს აი დესკტოპზე. ნახოთ ეხლა ეს ფაილი. აი. ეს არის. ой, არაფერი არ არის. ერთი წუთით შეიძლება ნაადრევად გადმოვწერე და არ იყო ჯერ ჩატვირთული ისა. ნუ ეხლა პრინციპში ეგეც არ არის პრობლემა, მე შემიძლია ამოვაკოპირო ეს ყველაფერი, სულ არ არის პრობლემა. მაგრამ ფაილსა წერთ ხოლმე, კი, უბრალოდ აი შეიძლება. ვერ მოგვცა ფაილად. აი იცით რა შეასაქმე? ხანდახან მაძლევს ხოლმე ფაილს. ეხლა არ ვიცი რატო, მაგრამ შეიძლება ნამეტანი ბევრი გადავტვირთეთ ძალიან. ეხლა მე რომ გითხრათ დამავისდა მე თქვა წერხან რომ ეს პროგრამა ზოგადად გახლავთ საკმაოდ ძვირადღირებული, მაგრამ ჩვენ Teachers.gov.g ვისაც გაქვთ, აი ეს იმ პაკეტში შედის და მეც ჩვეულებრივად მასე ვსარგებლობ. არავითარი ფული მე არ გადამიხდია. ამჭირდება ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიყენებ, ჩვენ გვაქვს უფასოდ პედაგოგებს, ვისაც აქვს ანგარიში Teachers.gov.g, იმაზე ვსაუბრობ, ვისაც ვსარგებლობთ ესე, რა თქმა უნდა, ზოგადად ლიმიტირებულია, მაგრამ აი ძალიან ბევრს ვიყენებ, ვატარებ ტრენინგებს ამდენ ჯგუფებთან და ჯერ არაფერი პრობლემა არ მქონია, რომ ეხლა ეთქვას, რომ ამოიწურაო შენი ლიმიტიო და იყიდეო და ესეთი რაღაცა, არა. ვისაც აქვს Teachers.gov.g
აი როგორც მე ვსარგებლობ, ისევე ისარგებლებს ისიც. მოსწავლეებიც. სხვათა შორის მოსწავლეებსაც აქვთ students go-g. თუმცა ალბათ ძალიან ნაკლებად თუ იყენებენ, არა და უნდა იყენებდნენ, ვისაც აქვს საშუალება, სადაც არის ინტერნეტი სკოლაში, სახლში კიდე მე მგონი ყველას აქვს, უმრავლესობას ყოველ შემთხვევაში. ეს მოსწავლეებს, აი ეს მეგობრებო, ეს კოპილოტი, რატომ დავიწყე მე ამით? ჯერ ერთი რომ ჩვენ გვაქვს ეს, აი ამ პაკეტში, მეორეც ერთი Microsoft-ის საგანმანათლებლო პროდუქცია არის აღიარებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მას უამრავი პედაგოგი იყენებს მის პროდუქციას, საგანმანათლებლო პროდუქცია, მაგ ხედველობაში რა თქმა უნდა, არის დაცული უსაფრთხო. აი ბავშვები ყველაფერს, რასაც გაიგებენ, ყველაფერს იყენებენ და აი იცით რა არის? ბავშვებს თუ ჩვენ ვეტყვით ამას, რომ აი ეს თქვენთვის ეს უკეთესია, ისინი გამოიყენებენ დიდი სიამოვნებით, გადმოწერენ ტელეფონებში, მაგრამ ეხლა ასედაც არ უნდა მოხდეს, რომ ბავშვებმა არაფერი აღარ იფიქრონ თვითონ და ასე შემდეგ. მაგრამ იცით რა შეასაქმე? უბრალოდ ეს ისეთი პროცესია, რომელსაც რამდენიც კიდე აუკრძალო მოსწავლეს, მაინც გამოიყენებს ის ამას და ჯობს, რომ მივცეთ მიმართულება, რომელი გამოიყენონ და ვასწავლოთ, როგორ გამოიყენონ, როგორ დაუსვან კითხვები, რომ მიიღონ კარგი, გამართული, სასურველი პასუხები. მოკლედ რა აზრის ხართ მეგობრებო აი ამ კოპილოტზე? კიდევ ბევრნაირი დავალება შეიძლება მივცეთ. ეხლა უბრალოდ სხვა რამეც მინდა რომ გიჩვენოთ, თორემ ძალიან უსასრულოა მისი შესაძლებლობები. მაინც მაინტერესებს ერთი-ორი სიტყვით რომ მითხრათ თქვენი აზრი. ქალბატონო მანანა. დიახ. რა განსხვავებაა ChatGPT-სა და ამას შორის? იცი რა შეასაქმე, თითქმის შეიძლება ითქვას, რომ ორივე კარგია, მაგრამ აი თქვენ თვითონ შეადარეთ, ეს გამოგიყენებიათ კოპილოტი? მე ხა ChatGPT-ს გავხსნი და გამოგიყენებიათ? არა, ამას არა, ამაზე პირველად. კარგი, ნახეთ ეხლა. არა, მე ChatGPT ძალიან ცნობილია და ყველა მაგას იყენებს, მაგრამ აი საგანმანათლებლო სფეროსთვის აი ეს კოპილოტი ბევრად დამიჯერეთ, ბევრად უკეთესია. ეხლა მე ხო ორივე ვიცია რა ძალიან კარგად, აი კი ბატონო გავხსნათ ChatGPT. ჯერ ერთი ქართულად ესე გამართულად ChatGPT ვერ წერს. კი. და ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს ჯერ ერთი. ეს უფრო მეტად დახვეწილია, იმიტომ რომ Microsoft-ის პროდუქცია ძალიან აღიარებულია, მინდა გითხრათ, საგანმანათლებლო პროდუქცია და აი ეს კოპილოტი მე პირადად ვამჯობინებ ChatGPT. დანიშნულება ორივეს ერთი აქვს, ხელოვნური ინტელექტია ორივე და სხვებთან შედარებით კიდე უამრავი არსებობს. ChatGPT კარგია, მაგრამ მე პირადად ვამჯობინებ კოპილოტს. განსხვავება არაფერი, ორივე ხელოვნური ინტელექტია, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ მე იმისი პასუხები პირადად უფრო მომწონს კოპილოტის. იცით რა არის? აი თქვენ აი წეგან რაზე ვისაუბრებთ პრეზენტაციაში, არ დაგავიწყდეთ ეგ ამბავი რა. როგორ უნდა დაუსვათ კითხვა, თავარი ეგ არის. რაც არ უნდა კარგი ხელოვნური ინტელექტი იყოს, თქვენ თუ კითხვას არ დაუსვავთ, კარგად ჩამოყალიბებულს ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს, მეგობრებო. და მე უბრალოდ მაინტერესებდა რა აზრის ხართ აი ამ ხელოვნურ ინტელექტზე, აი დღევანდელ აი ამ ჩვენ მაგალითებზე, რაც გავაკეთეთ, პრაქტიკული მაგალითები. რა შეაბეჭდილება დაგჭირთ? აი ვისაც არ გამოუყენებია არასოდეს, ან თუნდაც გამოუყენებია, არა აქვს მნიშვნელობა. რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ ხალხო? მისაღებია თუ არ არის მისაღები ჩვენთვის? მაგალითად ჩემთვის მისაღებია, რადგან ბევრ რამეში დაგვეხმარება. კი, რა თქმა უნდა. შეგვიძლიათ შექმნათ ამის დახმარებით და პირველ რიგში აი მოკლედ კი ბატონო. აი ხო, კიდე მოგისმენთ, ხებსაც მოგისმენთ თუ რა მithქმა გინდათ მეგობრებო. გისმენთ?
ხომ არ გვეტყვით რამეს? დიახ, ქალბატონო მონანა, ჩემთვისაც მისაღებია პირადად საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებს გვთავაზობს. მე პირადად ვიყენებ ChatGPT-ს, მართალია იშვიათად, მაგრამ აი ბოლოს 1 ივნისის ღონისძიება დავაგეგმინეთ, რომელიც მთელი სკოლის მასშტაბით ჩავატარეთ ბილინგური სპეციალისტებმა. რა თქმა უნდა, ჩვენც გქონდა იდეები სხვადასხვა აქტივობები, მაგრამ ChatGPT-მ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო იდეები შემოგთავაზა და დიახ, დიალოგი წარიმართა ჩვენ შორის, ბევრი კითხვები დაუსვი, იმანაც უფრო გაგვიმარტივა, უფრო მრავალფეროვანი აქტივობები შემოგთავაზა და ძალიან მოგვეწონა. რა თქმა უნდა, ჩვენც ვიფიქრეთ, დავგეგმეთ და ბევრი საინტერესო აქტივობა გქონდა, მაგრამ მან უფრო გაამყარა და უფრო განსხვავებული ღონისძიება. კარგ აქცენტებს აკეთებს ძალიან. საჭირო აქცენტებს აკეთებს რა და პირდაპირ შეგიძლია გაკვეთილის გეგმა შეუკვეთო, აი ესე, რომელი საკითხზე გინდა, რომელ კლასში, რა საგანში. ამას წინა შეხვედრაზე ეს დავალება მთხოვეს, რომ ვთხოვე ჩემს მსმენელებს, რომ ვთხოვე, რომ რა დავალება მივცეთ, მოიტაო გაკვეთილის გეგმაო შექმნასო ამა და ამ კლასში, მე და საზოგადოებაშიო და ისეთი აქტივობები ჩამოაყალიბა, რომ არ ვიცი, აი ყველა გაოცებული დარჩა, მოკლედ, ვინც იქ იყო. მე ცოდნის სამ პირობაზე მივეცი დავალება. აი ეს დეკლარატიული პროცედურული და ასე შემდეგ და თავისი მაგალითებით იმისთანა მაგალითები და იმისთანა ისინი შემოგთავაზა კითხვები სამივე მიმართულებას რო ეხებოდა სამივე პირობას უბრალოდ რომ აი მაშინაც ძალიან აქტუალებული დავრჩით მეც და ჩემი მსმენელებიც მინდა გითხრათ კი ბატონო ChatGPT უფრო იცით ესე იგი თქვენ ამიტომ კი მე შემიძლია შემოგთავაზოთ რა თქმა უნდა ეს ChatGPT აი აგერ არის აი ეს გახლავთ. აი ხლა აი ნახეთ აი მეოთხე კლასი. აი აქ არის ესე იგი მიცემული. ეს თუმცა მე მაინტერესებდა როგორ შექმნა აგენტი. ეს სხვა რამეა, მაგით არ გადაგტვირთავთ რა თქმა უნდა. გაკვეთილის გეგმას ჩამოგიყალიბებთ, მაგრამ ეხლა ეს ფაქტობრივად მსგავსია კოპილოტის, ანუ ყველა სფეროდან შეგიძლიათ მისცეთ. მაგრამ მე გირჩევთ რომ კოპილოტი კარგად მოსინჯოთ და შეადარეთ მე თქვენ თვითონ შეადარეთ ვინც იცნობთ ChatGPT-ს არ აქვს მნიშვნელობა ამასაც ისევე უზავ აი შეგიძლია აუტვირთო ფაილი ამასაც კი ბატონო აი და აი ან ფოტოები აუტვირთო აი აქედან აუტვირთო ფაილი აი აქედან ფოტოების დამატება შეგიძლია და იმ ფოტოების მიხედვით დავალება შეგიძლიათ მისცეთ რა თქმა უნდა ეს თქვენზეა დამოკიდებული რა დავალებას მისცემთ და მე მინდა კიდევ გიჩვენოთ მეგობრებო უბრალოდ დროში ვართ შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ ეხლა თქვენც გადაგყალოთ ძალიან მაგრამ მაინც გიჩვენებთ Google-ის Gemini ან Gemini როგორც ეძახიან აი ნახეთ ეხლა იმ დღეს მთხოვეს მსმენელებმა რომ მოდიო მოთხრობა დაგვიწეროსო გაზაფხულზეო და დაწერა. აი მოთხრობა, მაგრამ ეხლა ეს აი ტელეფონშიაც Android-ის ტელეფონებს თვითონ მოყვება უკვე. თუ არა და შეგიძლიათ გადმოწეროთ Google Play-დან ტელეფონში Gemini, ეს არის Google-ის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც საკმაოდ კარგია. ოღონდ ამისი მინუსი რა არის, გეტყვით? ქართულად და სავარაუდოდ სომხურადაც და აზერბაიჯანულადაც ვერ აკეთებს გამართულად. აი თუ ინგლისურად ჩაუწერ გადასარევი ძალიან კარგია, ჯერ დასახვეწია, სხვა ენები დასახვეწი აქვს. კი იღებს, მაგრამ შეცდომებს უშვებს ბევრს, მაგრამ დაიხვეწება, დასახვეწია, მუშავდება, მუშაობის პროცესია. ძალიან კარგია ეს Gemini-ც. შეგვიძლია დავწუნდეთ, მივცეთ დავალება, აი მოდი მივცემ პატარა დავალებას. რა ვთხოვოთ ხალხო თქვენგან ხო არ წამოვა თხოვნა თქვენიდან აბა მიკარნახეთ რამე მიკარნახეთ რო ვთხოვო
კარგი, მე ვთხოვ ისევ აღწერე ზამთრის შეგვიძლია სურათიც მიგვეცა რაიმე აგვეტვირთა სურათი აღწერე ზამთრის თოვლიანი დილა რა ვიცი რაც გამახსენდა ახლა აბა აღწეროს აი სურათი მომეციო და აგიღწერო სურათი მომაწოდეთო აი რა დაწერა გაიღვიძეთ და ფანჯარაში გაიხედეთ გარეთ ყველაფერი თეთრი და სუფთაა ღამით მოსული თოვლი დედამიწას სქელ ფუმფულა საბანივით დაფარვია ხეები რომლების გუშინ შიშველი და მკაცრი ჩანდნენ ახლა თეთრი მოქარგული მაქმანებივით მოჩანან ყოველი ტოტი და ყლორტი თოვლის ფირფებით არის დამშვენებული ჰაერის სიცივით არის გაჟღენთილი, მაგრამ არა გამყინავი, არამედ გამწმენდი. აი აქ შეცდომაა, მაგრამ ნუ არა უშავს, გასაგებია. მაგრამ არა გამყინავი, არამედ გამწმენდი სუფთა სიცივით. ცა მოღუშული მონაცრისფერო თეთრია, რაც თოვლიანი ამინდის ხასიათს უსავს ხაზს. მიუხედავად ამისა, რა მეკნა? მიუხედავად ამისა, სინათლე მაინც აღწერს ღრუბლებიდან და თოვლის ზედაპირზე ათასობით პატარა ბრილიანტივით ბრწყინავს. ირგვლივ სრული სიჩუმეა, თითქოს თოვლმა ყველა ხმა ჩაახშო. ზოგჯერ მხოლოდ ქარის ნაზისრიალი ისმის, რომელიც ხეების ტოტებს ატოკებს და თოვლის მცირე ზვავს აფრქვევს მიწაზე. გზები და ბილიკები გაუვალი თოვლით არის დაფარული, თუ კი ვინმე უკვე გაივლიდა, მისი ფეხის ანაბეჭდები ნათლად მოჩანს თეთრ ფონზე. თითქოს სურათზე დახატული იყოს. ეზოებში დგას თოვლის კაცები, ანუ თოვლის რა ქვია იმას, თოვლის ბაბუა, ზოგი ახალი, ზოგი კი გუშინდელი, რომლებმაც ღამით კიდევ უფრო მოიმატეს თოვლი, ფანჯრებიდან თბილი, მოციმციმე შუქი გამოდის, რაც მყუდროების და სითბოს შეგრძნებას ქმნის ამ ცივ დილას. ეს არის დილა, როდესაც ბუნება ისვენებს, იწმინდება და ახალი ციკლისთვის ემზადება. რას მეტყვით, აბა? მოგწონთ მოთხრობა? საოცარია. არა, რაღაცა შესწავლება სჭირდება გრამატიკულად რაღაც დალაგება ცოტა, მაგრამ ნახეთ, ამხელა ფანტაზიაა ხალხო. აი, ამხელა ფანტაზიაა ჩადებული, ხო? რომელიც კიდევ უფრო შეიძლება განავითარო, თუ მოიწადინებ. ემოციურიც არის თან. ბატონო? ემოციები გაგმანს. კი, ხო, მაგას ვამბობ, აი ფანტაზია, ამხელა ფანტაზიები, ფანტაზიის უნარი აქვს, ხედავ? ზამთრის თოვლიანი დილა. ასე შეიძლება აუტვირთო რამე სურათი ზამთრის პეიზაჟი და შეგიქმნას მოთხრობა იმ სურათის მიხედვით. ან ვიდეო აუტვირთო და იმის მიხედვით შექმნას. გემინიც ძალიან კარგია და ეს კიდევ დაიხვეწება, იმიტომ რომ ახლა Google იცით როგორი ძლიერი სისტემა გახლავთ. და ყველაფერი ახლა მე რო ახლა აი ეს დავალება მივეცი, ხო, ეს ზამთრის თოვლიანი დილა. აი იგივე დავალება ჩვენ რო ამას მივცეთ. ერთი თვის შემდეგ სულ სხვანაირად უფრო კარგად დაგვიწერს ხალხო. აი ეს ინფორმაცია, ჩემი გადაცემული ინფორმაცია, სადღაც, არ ვიცი სად, მაგრამ სადღაც დაიდო უკვე. და ამაზე იმუშავებენ და დახვეწავენ. გამიგეთ, რაც უფრო მეტი კითხვა ისმის, ეს რაც უფრო მეტ კითხვას უსვამენ, ეს ავითარებს ხელოვნურ ინტელექტს. და ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი მოიხმარს და იმიტომ დაჩქარდა ასე სწრაფად რო ვითარდება. ჩვენ თვითონ ვაკეთებ, ჩვენ თვითონ ვავითარებთ ხელოვნურ ინტელექტს ჩვენი დასმული კითხვებით მეგობრებო. არა გაქვთ თქვენც იგივე განცდა? ასეა. და ერთი მინდა გიჩვენოთ კიდევ, ესეც Microsoft-ის არის და ამით დავამთავრებ მეგობრებო. ეს გახლავთ Microsoft დიზაინერი, ეს გახლავთ უფრო სურათებისთვის, კომიქსებისთვის, სხვადასხვა ღია ბარათებისთვის და ძალიან ბევრი სხვადასხვა, აი ეს ლიმიტირებულია, მაგრამ ყოველთვიურად გაძლევს კრედიტებს. ფასიანია. მაგრამ აი ესე ჩვენი ანგარიშით რო შევდევართ,
ყოველ თვე აახლებს ამ კრედიტებს. მე კი ძალიან მალე ამოვწურე და ეხლა ახალი მაქვს ამ თვისა ჩამერიცხა კრედიტები. და მაქვს ჯერ კიდევ და გიჩვენებთ ეხლა. ამასაც აქვს ტელეფონის ვერსია. Android-ისთვის ზუსტად ვიცი, მე თვითონ მაქვს ტელეფონში. ეს Microsoft Designer. აი ეს მე მანდაც ჩატშიაც გაგიზიარებთ. ოღონდ აი ეს არის აი შეგიძლიათ დააწყაპოთ, გადახვიდეთ და Android-ისთვის შეგიძლიათ გადმოწეროთ Google Play-დან ეს Microsoft Designer-ი. სურათებზე მუშაობს ეს, მაგრამ ნახეთ რამდენი შესაძლებლობებია. აი ჯერ აი მოდი ესე შევიდეთ. ნახეთ. აი თავარი გვერდი. რისი შექმნა გსურთ? აი აქ არის ყველაფერი რისი შექმნაც შეიძლება. სურათები, ხატულები, სამუშაო დაფის ფონები, მოსაწვევები, ბანერები, პოსტერები, სხვადასხვა გზავნილები, მისალოცი ბარათები, სტიკერები, მონოგრამები, აი ეს არის კიდე ძალიან კარგი პატარებისთვის. აი ასეთი კონტურული გასაფერადებლად ამოუყრდავ ჩვეულებრივ ფორმატის ქაღალდზე და გააფერადებინებ. და ეს შეგიძლია თვითონ მოითხოვო როგორი გინდა ეს კონტურულიც. მოკლედ ძალიან არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს ამაში მუშაობა. სურათის შექმნა, კი ბატონო, აი სურათი, უნდა აუღწერო კარგად ოღონდ სურათი, აი აღწერეთ სურათი. და აი აქ მაგალითიც არის. აი როგორ უნდა აუღწერო სურათი დაახლოებით. აი ეწერია ფერადი ცხოველი ან ობიექტი მხიარული ან სიურრეალური თვისებებით, მაგალითად ფლამინგო, რომელსაც აქვს გამომხატველი ქალები და არ გვინდა. მოდი ჩვენ დაუწეროთ ეხლა რამე, როგორი გვინდა. ხო არ მიკარნახებთ რამეს? როგორი სურათი გვინდა, რომ აღწეროთ? ერთი-ორი სიტყვით. აი პეიზაჟი ან პორტრეტი შეიძლება. რისი? რისი პორტრეტი? ან რისი პეიზაჟი, ხო? ხო, აი მაგალითად ერთ-ერთი ავტორის პორტრეტი შეიძლება იყოს. პორტრეტებს ერთი წუთი, აი იყოს პეიზაჟი, გაზაფხულის ან საღამოს პეიზაჟი. ოდიში ქართულად შენივრად ესეც Microsoft-ია და ქართულს შესანიშნავად და შეგიძლიათ გამოიყენოთ და ასევე სხვა სომხურის და აზერბაიჯანულის მეგობრებო. კოპილოტშიაც კარგად გამოიყენებთ ძალიან სომხურს და აზერბაიჯანულს. ქართულს ხო ვიყენებთ. ესე იგი ქართულზე გადავიყვანო. გაზაფხულის პეიზაჟი. ფრინველები. ნაკადული. ფრინველები. ნაკადული. კიდევ რამე? კარგით. ეს იყოს თუნდაც. და აი WhatsApp-ებ ღილაკს შექმნა. აი 12 კრედიტი მაქვს დარჩენილი, ნახეთ. და აი ნახეთ მეგობრებო, 4 ცალი მოგცა. პატარ-პატარა ნიუანსებში არის სხვაობა.
მე გავხსნათ ახლა ერთ-ერთი. აი, არის თუ არა გაზაფხულის გაყვავებული ხე, ფრინველები, ნაკადული. და შეგიძლიათ ეს სურათი გადმოწეროთ, რა თქმა უნდა, აი ჩამოტვირთვა და შეგიძლიათ ასევე მოახდინოთ მისი დამუშავება, რედაქტირება. თუ დააწყაბებთ, შეგიძლიათ დაამუშავოთ ეს სურათი. ტექსტი დაამატოთ მაგალითად, ან ჩამოაჭრათ რაღაცა თუ არ მოგწონთ. აი ტექსტის დამატება, კორექტირება, ავტომატური გაუმჯობესება, ну რა ვიცი, შეგიძლიათ დაამუშავოთ და შემდეგ ისე გადმოწეროთ. მოკლედ, შეგიძლია უკან დაუბრუნდეთ და სხვებიც ავნახოთ, აი 4 ცალი ხო მოგცა 4 სურათი. თუ კიდე 4-ვეს გადმოწერ. რომელიც მე პირველი მომეწონა ყველაზე მეტად. აი ეს. ხო, რა თქმა უნდა, ახლა აქ არის ძალიან ბევრი შესაძლებლობები. არა მხოლოდ მე გიჩვენეთ თქვენ რომ აქ არის აი ნახეთ ბევრი შესაძლებლობები. სამუშაო დაფის ფონები, მოსაწვევი ბარათების შექმნა, პოსტერის შექმნა. ხო, უნდა აღწერო როგორი პოსტერი გინდა. პოსტერი ტრივის საღამოს აი პოსტერი რა შეიძლება პოსტერზე ესე იგი რა შეიძლება იყოს ესე იგი ასახული პოსტერი იცით რაც არის და ძალიან მარტივად უნდა მიეწოდოთ იდეა, პოსტერის იდეა, როგორი პოსტერი გინდათ. ახლა ეს რაღაცა თამაში არის რაღაცა ტრივია და იმას ეხება და ჩვენ შეგვიძლია მოდი შექმენი პოსტერი, კაი დაუწეროთ შექმენი პოსტერი არაზე შექმნას პოსტერი გარემოს დაცვის შესახებ. აი რა ნახეთ, შექმნა 4. გარემოს დაცვა ჩვენი პასუხისგებლობაა. აი, გავხსნათ და 4-ვე ვნახოთ. გარემოს დაცვა ჩვენი პასუხისგებლობაა, მოვუაროთ ბუნებას და მომავალ თაობებს. თუ დაუტოვოთ. გარემოს დაცვა ჩვენი პასუხისგებლობაა. იცით რა, თუ მე ხა დეტალურად აუღწევდი, კარგად უკეთეს გააკეთებდა. ამან ამის ხომ არ მეტყვით, ხომ არ გაგიჩნდათ რამე კითხვა. არაფერი? ყველაფერი ნათელი და გასაგები იყო. მართლაც საინტერესოა ძალიან და კარგია იმ შემთხვევაში, როცა ვთქვათ რაიმეს მოძიებას ვერ ვახერხებთ, მაშინ შეგვიძლია ნებისმიერი ინფორმაცია მივიღოთ და მარტივად დაგვეხმაროს. კი ბატონო, მადლობა. ხომ არა აქ მისმეს კიდევ რაიმე სათქმელი? ფაქტობრივად იწურება ჩვენი შეხვედრა მეგობრებო და ამიტომ მინდა რომ რაღაცა 1-2 სიტყვა არის გამოსადეგი თქვენთვის როგორ გამოიყენებთ 1-2 სიტყვა როგორ წარმოგიდგენიათ რა ვიცი კარგი იქნება თუ შევაჯამებთ შეხვედრას და 1-2 სიტყვას ვიტყვით ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იყო
ვფიქრობ, რომ გამოვიყენებ, ისედაც ვიყენებდი სხვათა შორის, აი უფრო ჩემი შვილი არის მე-7 კლასში გადადის, აქტიურად იყენებს Gemini-ს და თვითონ მასწავლას სხვათა შორის და ვფიქრობ, რომ აქტიურად შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც კოპილოტი გადმოაწერინეთ კოპილოტი, აი პირველად რაზეაც ვისაუბრე, ის არის უფრო დახვეწილი და უფრო სრულყოფილი. ხო, აი chat GPT-საც ვიყენებთ უბრალოდ და ძალიან დახვეწილად სხვათა შორის აი რუსულ ენაზე შეგვიძლია ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, ანუ თვითონ სჭირდება, ანუ რუსულ სექტორზე სწავლობს და აი სულ ყველა პროექტი, რაც კი იქნება, გამორჩეულად აკეთებს ამის მეშვეობით. უბრალოდ აი ხანდახან ვფიქრობ მეც, რომ მეთქი აი ამდენს რო იყენებ, ხო, სულ ხელოვნურ ინტელექტზე რო ხარ და არის დამოკიდებული, აი თვითონაც ხო უნდა იაზროვნოს, თვითონაც ხო უნდა წარმოიდგინოს, აი ფაქტიურად ეს მზა მასალები ძალიან კარგია, მით უმეტეს დღევანდელ რეალობაში, ხო? აი თქვენ რა აზრის ხართ, რომ აი ბავშვები, აი სკოლის მოსწავლეები რომ აქტიურად იყენებენ ქალბატონო მანანა? არა, მე არა ვარ მაგისი მომხრე, რომ მთლიანად მაგაზე იყვნენ მიჯაჭულები, რა თქმა უნდა. არა ვარ მომხრე, უბრალოდ მე იმას ვამბობ, რომ იცით რა, რამდენიც გინდა აუკრძალოთ, თქო, მე ესა ვთქვი. რამდენიც გინდა აუკრძალო, მაინც გამოიყენებენ, ხო ასეა. ამიტომ მე ვთქვი ის, რომ ის მაინც ურჩიოთ, თქო, რომელი გამოიყენონ, თორე ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, და აუცილებელია, რომ თვითონ გააკეთოს რაღაცა, თუნდაც საშუალო დონეზე ის აუტვირთოს ფაილი და უთხრას, რომ აი აქ რას შემისტორებ. აი ამ შემთხვევაში ძალიან კარგია. ამ შემთხვევაში ხო, აი ესეთი კუთხით უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ჩვენ, მისი გამოყენება. გასაგებია, კი, კარგი იქნება, უბრალოდ აი სულ ვერ ვაკონტროლებ სიტუაციას, რომ ამ რამდენად მაგიტომ ვამბობ, რომ ვერ დაიჭერ. კომპიუტერთან არ არის, ტელეფონით გამოიყენებს. კი, ასეა და გვირჩევთ რომელს ქალბატონო მანანა? აი პირველიაც იყო კოპილოტი, რომელიც არის უსაფრთხო. ოღონდ მაგას უნდა გაუაქტიუროთ ის, რომელ კლასელია თქვენი შვილი? მე-7-ში გადადის. ანუ მაინც ექნება მაგას, პანდემიის დროს პატარა იქნებოდა, მაგრამ ხო ექნებოდა თავისი Students Go G. ანგარიში. ხო, აი ეგ უნდა გაუაქტიუროთ, რომ უფასო ჰქონდეს კოპილოტი. აჰა, გასაგებია. და პაროლის აღდგენა, პაროლის შეცვლა უფრო სწორად, პირადობის ნომრით. შეცვლით პაროლს, გააქტიურდება და აი უფასოდ ექნება, მოსწავლეებსაც უფასოდ აქვს პაკეტი, მაგათაც ხო ჰქონდათ Students Go G. იგივე პაკეტი აქვს მოსწავლეებსაც, რაც ჩვენ. უბრალოდ გააქტიურება დასჭირდება. ხო არის ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისთვის. არა, ამას აღარ წერე. ხო და ეგ გააქტიურეთ, თქვენ კიდეც არ გახსოვდეთ ისა. ჯერ ერთი პირდაპირ არის ხოლმე მაგალითად აი ასე ჯაყელი წერტილი მანანა Students Go G რო წარმოვიდგინოთ, აი ესეთი იქნება დაახლოებით გვარი სახელი Students Go G, მაგრამ პაროლს უნდა ისა რო პირადობის ნომრით უნდა აღადგინოთ. ბავშვის პირადობის ნომრით. კარგი, დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, გამოვიყენებთ. ხო არ არის კიდევ რაიმე შეკითხვა? ქალბატონო მანანა, ლინკით უნდა ხო შევიდეთ კოპილოტში? აი მე გიჩვენეთ დასაწყისში, შეგიძლიათ მასედაც შეხვიდეთ პირდაპირ აკრიფოთ Microsoft chat-ში არის, ნახე გიჩვენებთ ახლა. პირველი მე გავაზიარე chat-ში ვნახე, მაგრამ ასე ტელეფონით მე ვარ შესული და ტელეფონში გადმოწერეთ, ტელეფონში ამით არ გინდათ შეხვდა, ტელეფონში აპლიკაცია გადმოწერეთ ხალხო, მე თქვი დასაწყისში, ნახე გიჩვენებთ. ხო, აპლიკაცია. მე უბრალოდ ტელეფონით შევალე ხლა, მაგრამ Google Play-ში შედით ტელეფონით, აი აქედანაც შემიძლია გიჩვენოთ, Google Play აკრიფეთ. ეხლავე გიჩვენებთ მაგას.
Google Play Store, ხო, ტელეფონში ხო თვითონ არის ესა რა. შევა Google Play Store-ში. აი. ნახ ჩაწერეთ კოპილოტი პირდაპირ. აი. აი პირდაპირ გამოიტანს ახლა ნახე. აი გამოიტანა კოპილოტი. და ნახეთ აი ეს ამას გადმოწერს რა, აი ტელეფონში. და ტელეფონში შეხვალთ მერე თქვენი აი Teams-ში როგორც ახართ შემოსულები, მაგალითად Teachers Go-ში თქვენი აკაუნტით და პაროლით. ტელეფონში. გასაგებია, მადლობა. ასევე არის ეს დიზაინერიც. ტელეფონის ვერსია, აი ეს, აი, ესეც შეგიძლიათ გადმოწეროთ ტელეფონში. Microsoft დიზაინერი. და ChatGPT-ც. ეგეც შეგიძლიათ გადმოწეროთ. მე ტელეფონშიაც ამაქვს. ChatGPT. ოღონდ ChatGPT-ს მე ძალიან იშვიათად ვიყენებ. მე ვიყენებ აი ამას, კოპილოტს და თუ მინდა კომიქსების სურათები ესეთი რაღაცეები, თუმცა ეგენი ამასაც შეგიძლიათ უთხრათ კოპილოტს. და ამ კოპილოტში ჩაშენებული არის, როცა ეუბნები რომ მოდი ილუსტრაცია დამიხატე და მომეცი რამე ილუსტრაცია რაღაცა, ამას იყენებს. აი ამას, აი კოპილოტში ეს არის ჩაშენებული, აი ეს Microsoft დიზაინერი, იმიტომ რომ ორივე Microsoft-ის პროდუქცია. მეგობრებო, კითხვები თუ არის გიპასუხებთ? და თუ არა და დაგემშვიდობებით. კითხვას მოვისმენ, თუ ვისმენს რამე კითხვა. აღარ არის კითხვები? მე არ მაქვს კითხვები, ქალბატონო. არა. კარგით. საინტერესო. ხო, კარგით, კი ბატონო, დავასრულოთ შეხვედრა მაშინ. წარმატებას გისურვებთ მეგობრებო. კიდევ ვიმეორებ, თუ რაიმე კითხვა გაქვთ, გიპასუხებთ. თუ არა და მაშინ დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. დიდი მადლობა. ნახვამდის. ნახვამდის. ნახვამდის წარმატებები მეგობრებო. წარმატებას გისურვებთ. ნახვამდის. ნახვამდის წარმატებები თქვენს ასევე მადლობა ძალიან დიდი.